მოგესალმებით. 16,000. სწორედ ამ რაოდენობის ადამიანი გაუჩინარდა ალასკას ტერიტორიაზე 1970 წლიდან დღემდე. დღეს მსოფლიოში ალბათ ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც ბერმუდის სამკუთხედის შესახებ არაფერი სმენია. მაგრამ არანაკლებ სახიფათოა ალასკას სამკუთხედიც. ეს არის ტერიტორია, სადაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი უგზო-უკლოდ უჩინარდება და მის შესახებ ვერავინ ვერაფერს იგებს. ალასკა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შტატია. ის გამოირჩევა თავისი სილამაზით და შეუსწავლელი ადგილებით. და ლოგიკურად, რამდენადაც შეუსწავლელია ადგილი, მით უფრო მეტ საიდუმლო შეიცავს ის. ასე რომ, ამ ვიდეოში მოგიყვებით ალასკას შესახებ საინტერესო ფაქტებს, რაც უკვე ბოლო ათწლეულებია მეცნიერებს შოკში აგდებს. ასე რომ, თავიდან ბოლომდე უყურე ვიდეოს. დასაწყისში კი შეგიძლია გამოიწერო არხი და ზარისხილა კი გააქტიურო, თუ კი ეს ჯერ არ გაქვს გაკეთებული. და ბოლოს რომ არ დაგავიწყდეს, ვიდეო ახლა დაალაიქე. დავიწყოთ. გლობალურმა დათბობამ დიდი ზიანი მიაყენა დასავლეთ ალასკას მხარეს. ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო ყინულის დნობა. დნობასთან ერთად გამოაშკარავდა ის, რაც დიდი ხნის მანძილზე ყინულის ქვეშ იმალებოდა. ეს არის უძველესი ხალხის ნასახლარი, რომელშიც შემორჩენილია კულტურისა და ყოფა ცხოვრების ელემენტები. ეს ყოველივე კი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ძველ საზოგადოებაზე, მათზე, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული დასახლება დაახლოებით 700 წლის წინ დაიფარა ყინულით. აქ ძირითადად ქალები და ბავშვები ცხოვრობდნენ. არქეოლოგებმა აღნიშნული ტერიტორიიდან უამრავი არტეფაქტი ამოიღეს და გამოსაკვლევად წაიღეს. თუმცა ყინულის დნობასთან ერთად ნელ-ნელა ყველაფერი ზღვაში ჩადის, რადგან წყლის დინება რეცხავს ნასახლარებს და რაც უფრო აქტიურად დნება ყინული, მით უფრო რთულია არტეფაქტებისა და ნასახლარების შენარჩუნება. ბეწვიანი ადამიანი. უძველესი ჩანაწერებიდან, რომელიც ალასკას ტერიტორიაზე აღმოჩენილი, არაერთ დეტალს ვიგებთ მითოლოგიური არსების შესახებ, რომელიც ალასკას ტყეებში ბინადრობს. ძველი ცივილიზაცია წერდა და ხატავდა ამ არსებას. მაღალი ბეწვიანი დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლის ადამიანის მსგავსი მონსტრი. ეს ერთგვარი კრიპტიდი ორ ფეხზე გადაადგილდება და უცნაურ ხმას გამოსცემს. აი სწორედ ასეთ არსებას აღწერდა ალასკაზე მცხოვრები ძველი ხალხი. ადგილობრივები ყვებოდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე ტყიდან ხშირად ესმოდა ძლიერი ღრიალი, რომელიც კრიპტიდს ეკუთვნოდა. ამბობდნენ, რომ ის მშიერი იყო და სანადიროდ გამოვიდა. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ზღაპარს გავს და რეალობაში მსგავსი რამის დაჯერება ან არსებობა რთული წარმოსადგენია, მაგრამ ხალხი ამტკიცებდა, რომ რეალურად ნახეს და შეხვდნენ ამ მონსტრს. 1909 წლის ჩანაწერების მიხედვით მონადირეებმა ალასკას ტყეში ნახეს მაღალი 3 მეტრამდე სიმაღლის ცხოველი, რომელიც ორ ფეხზე გადაადგილდებოდა. თუმცა ვინ იცის, იქნებ ეს არა მითოლოგიური არსება, არამედ გადაშენებული ცხოველი იყო, რომელიც საბოლოოდ გაქრა ჩვენი პლანეტიდან. გემის გაუჩინარება. მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან ბევრი სავაჭრო გემი ასრულებდა ისეთ რეისებს, სადაც გემებს არაერთი საფრთხე ხვდებოდა. ზოგადად გემის მსხვერპლის და ჩაძირვის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს. მკვლელი ტალღა, აისბერგი და ასე შემდეგ. ალასკას სანაპიროებზე ხშირად ზიანდებოდა გემი ყინულის უზარმაზარი მასების გამო. ერთ-ერთი ასეთი გემი იყო ბაიჩიმო. დღეს ბევრი ბაიჩიმოს ამბავს ლეგენდა თვლის, მაგრამ სინამდვილეში ბაიჩიმო ნამდვილი გემი იყო. ის აშენდა 1911 წელს შვედეთში. ბაიჩიმო იყო უზარმაზარი ორთქლის სატვირთო გემი, რომლის სიგრძე 70 მეტრს აღწევდა. მას კომპანია ჰადსონს ბეი ფლობდა. გემს ძირითადად იყენებდნენ ბეწვის და ტყავის მასალების გადასატანად ჩრდილოეთ კანადიდან. ბაიჩიმოს პირველი 9 მოგზაურობა მშვიდი იყო. მთელი 10 წლის მანძილზე ის მფლობელს ემსახურებოდა და პრობლემა არ ქონია არასდროს. მაგრამ 1931 წელს გემის ბოლო მოგზაურობის დროს ზამთარი ძალიან ადრე მოვიდა და ბევრად უფრო ცივი გამოდგა, ვიდრე სხვა წლებში იყო. ბაიჩიმო ყინულში გაიჭედა. ეკიპაჟმა გადაწყვიტა დახმარება გამოეძახათ და იმ საშინელი პირობებისთვის თავი დაეღწიათ. მათ დატოვეს გემი და დაელოდნენ ამინდის გამოსწორებას. რამდენიმე თვის შემდეგ კი ადგილზე დაბრუნდნენ, რომ გემი წამოიყვანათ ყინულის ხაფანგიდან. მაგრამ ამ ხელა გიგანტი ადგილზე აღარ დახვდათ. რამდენიმე თვეში გემი შეამჩნიეს გაუჩინარების ადგილიდან 50 კილომეტრში. როგორც ამბობდნენ, ეს გემი მოჩვენება გახდა. მას კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე ხედავდა ხალხი უგზო-უკლოდ მიმავალ ზღვაში. მოჩვენება გემი ოქტავიუსი. ის 1762 წელს მიცურავდა ჩინეთიდან და უნდა გადაეკვეთა ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე, მაგრამ ყინულებში გაიჭედა. რამდენიმე წლის შემდეგ გემი ეკიპაჟის წევრების გაყინულ სხეულებთან ერთად იპოვეს. დღეს ბევრი გემ ოქტავიუსის ამბავს ლეგენდა თვლის, მაგრამ ბევრიც ამტკიცებს, რომ ეს რეალობაა. 1775 წელს ვეშაპის დამჭერი გემი ოქტავიუსს შეხვდა, რომელიც გრენლანდიის სანაპიროს გასწვრივ მიცურავდა. მეზღვაურები გემზე გადავიდნენ და სიცივისგან გაყინული ეკიპაჟისთან მგზავრები
წევრების სხეულები ნახეს. გემის კაპიტანი თავის კაიუტაში იპოვეს, რომელიც ჟურნალს ავსებდა. ჟურნალი 1762 წლით იყო დათარიღებული. როგორც ამბობდნენ, ოქტავიუსის კაპიტანმა სანაძლეო დადო, რომ ინგლისში აღმოსავლეთის გზით უფრო ადრე დაბრუნდებოდა, მაგრამ გზაში გემი ყინულებში გაიჭედა და სამუდამოდ იქ დარჩა. როდესაც ვახსენებთ სიტყვა ქალაქს, როგორც წესი წარმოვიდგენთ მრავალ საცხოვრებელ სახლს, გასართობ პარკებს, მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს და ასე შემდეგ. თუმცა ალასკაზე ხვდებით ერთ ქალაქს, რომელშიც მხოლოდ ერთი საცხოვრებელი კორპუსი დგას. ის 14 სართულიანია. ქალაქის ყველა მაცხოვრებელი ამ ერთ კორპუსში ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, რომ ერთჯერ ქვეშ. უითიერი ყველაზე პატარა ქალაქია ალასკაში. მოსახლეობა აქ 220 ადამიანს აღწევს. ქალაქის თითქმის ყველა მაცხოვრებელი ცხოვრობს 14 სართულიან ყოფილ სამხედრო ყაზარმაში, რომელიც 1956 წელს არის აგებული. ქალაქის მთელი ძირითადი ინფრასტრუქტურა ამ შენობაში არის განთავსებული. აქ არის პოლიციის განყოფილება, სამედიცინო კლინიკა, ეკლესია, სამრეცხაო, საბავშვო სათამაშო მოედანი. უითიერი 1953 წელს ალასკის შტატის ყველაზე დიდი ქალაქის ანქორიჯის დასაცავად დაარსდა. ის პრინც ვილჰელმის სანაპიროზე მდებარეობს და სტრატეგიული თვალსაზრისით მართლაც რომ მომგებიან ადგილზეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ცივი ომი დაიწყო და სამხედრო ბაზა რეგიონს უკვე საბჭოთა კავშირისგან იცავდა. რაც შეეხება სახლს, ის გასული საუკუნის 50-იან წლების ბოლოს ააშენეს და მასში ოფიცრები და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ. წლის თბილ სეზონზე უითიერის სანაპიროზე საკრუიზო ხომალდებს, ჩარტერულ ნავებს და თევზის სარეც გემებს ათასობით ტურისტი ჩახავთ. მაგრამ პატარა ქალაქის სანახავად არა. საქმე იმაშია, რომ ქალაქის პორტი კრუიზის დასაწყისი პუნქტია, რომლის დროსაც შესაძლებელია თეთრი დათვებისა და აისბერგების ნახვა. ამჟამად ქალაქს სამხედრო სტატუსი მოხსნილი აქვს და მოსახლეობის ნაწილი ღრმა წყლიან პორტში მუშაობს, რომელიც ხსენებული სახლიდან რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული. ამ ადგილზე არც ისე ხელსაყრელი პირობებია საცხოვრებლად. 1974 წელს ძლიერი ცუნამის შედეგად ძლიერ დაზარალდა ქალაქი, რა დროსაც 13 ადამიანიც დაიღუპა. მიუხედავად საფრთხისა, ადგილობრივებს მაინც უყვართ ეს ადგილი და არ სურთ ქალაქის დატოვება. სოფლიო ოკეანის სავსეა სხვადასხვა განსხვავებული არსებით. ყოველწლიურად მეცნიერები აკეთებენ ისეთ გასაოცარ აღმოჩენას, რომ ყოველ ჯერზე ჩნდება კითხვა: ნუ თუ ეს ჩვენს პლანეტაზე არსებობს. სულ ცოტა ხნის წინ 2023 წლის ივლისში წყნარი ოკეანის სიღრმეში მკვლევარებმა განსაკუთრებული სახეობის კალმარი აღმოაჩინეს. ის 700 მეტრის სიღრმეზე ბინადრობდა. კალმარი განსაკუთრებული და განსხვავებული იყო ვიზუალურადაც. ის სრულიად გამჭვირვალეა და ერთი შეხედვით რთულია განასხვაოს წყლის სიღრმეში. კალმარი ერთი შეხედვით თუთი ყურს მიამსგავს ეს მეცნიერებმა, ამიტომაც მას კალმარი კაკადუ უწოდეს. მას განსხვავებული თავის ფორმა აქვს და მშვიდად გადაადგილდება სიღრმეში. კალმარს განსხვავებული მოწითალო ფერის თვალები ჰქონდა, მისი სიგრძე 60 სანტიმეტრს აღწევდა. ზოგადად კალმარებს წაგრძელებული ტორპედოსებრი სხეული აქვთ. სწრაფად მოძრაობენ წყლიდან 7 მეტრ სიმაღლემდე შეუძლიათ ამოხტომა. აქვთ კარგად განვითარებული ფარფლები, 10 საცეცი და ძალიან დიდი თვალები. ბინადრობენ წყლის სიღრმეში. განსაკუთრებით ბევრია ტროპიკულ ზღვებში, ბინადრობენ ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, ბერინგის სრუტეში, ოხოტსა და იაპონიის ზღვებში. ალასკის თეთრთავიანი არწივი. როგორც ცნობილია, თეთრთავიანი არწივი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სიმბოლოა. მე-18 საუკუნის მიწურულს, კერძოდ 1782 წლის 20 ივნისს, თეთრთავა არწივი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ემბლემა გახდა. სიძლიერე და სიმამაცე, სწორედ თეთრთავა არწივის ეს თვისებები გახდა ამ სახეობის არწივის ამერიკის ეროვნული სიმბოლოთ არჩევის საფუძველი. ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში საყოველთაოდ სწამდათ, რომ თეთრთავა არწივი მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობდა, რამაც როგორც ჩანს დიდი როლი ითამაშა ამ არჩევანში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს ეს ფრინველი საკუთარ ეროვნულ სიმბოლოდ აქვთ ქცეული, მას ყველგან ვერ შეხვდებით, რადგანაც დღეს ალასკაზე ვსაუბრობთ, უკვე გასაგებია, რომ ეს საოცარი ფრინველი სწორედ აქ ბინადრობს. უნალასკა პატარა ქალაქია ალასკაზე. დაახლოებით 4700 ადამიანი ცხოვრობს აქ. შეიძლება ითქვას, რომ ხალხი აქ ტერიტორიას თეთრთავიან არწივებთან იყოფს. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ჩანს, თუმცა ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს ხომ მტაცებელი ფრინველია, რომელსაც თავადაც არ მოსწონს ადამიანების გვერდით ცხოვრება. ამიტომაც ხშირად თეთრთავიანი არწივი თავს ესხმის ადამიანს, მაგრამ ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ადამიანი უახლოვდება მის ბუდეს და ეს ლოგიკურიცაა. როგორც წესი, ეს ფრინველები ხეებზე ბუდობენ, მაგრამ უნალასკაში ხეები არც ისე ბევრია.
ამიტომაც არწივებს იმპროვიზაცია უწევთ და ხშირად პიკაპებზეც კი იშენებენ ბუდეებს. არწივის თავდასხმის შედეგად ქალაქში წელიწადში საშუალოდ 10 ადამიანი ზიანდება, მაგრამ მოსახლეობას სხვა გზა არ აქვს, მათ ისწავლეს ამ ფრინველებთან ერთად ცხოვრება და 1940 წლიდან თეთრთავიანი არწივი სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა და ის ხელშეუხებელია. ეს მტაცებელი ფრინველის სხეულის სიგრძით დაახლოებით 82 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო ფრთების შლილი 203 სანტიმეტრია. წონა 7 კილოგრამზე მეტია. ამ გასაოცარმა ფრინველმა საცხოვრებლად უნალასკა ტყუილად არ აირჩია. ქალაქი პორტთან ახლოსაა. შესაბამისად, ფრინველი თავს ესხმის მეთევზე თანავებს და იქიდან თევზებს იპარავს. უნალასკას მაცხოვრებლები ცდილობენ პატივისცემით მოეპყრონ ფრინველებს. ეს ხომ მათი ქვეყნის ეროვნული სიმბოლოა. ალასკას შტატში დენალის ეროვნულ პარკში უჩვეულო სასტუმროს ხვდებით. აღნიშნული სასტუმრო პირდაპირ მყინვარზე აშენებული და იქ მისვლა ჩვეულებრივ შეუძლებელია. იმისათვის რომ მიაღწიო ამ სასტუმრომდე, აუცილებელია რომ ვერტმფრენი დაიქირავ და გაფრინდე. სასტუმრო ზღვის დონიდან 1767 მეტრზე მდებარეობს. სასტუმროს ისტორია 1960-იან წლებში იწყება. პილოტი დონ შელდონი ხშირად მიდიოდა მყინვარზე ვერტმფრენით და თანმსხმელებთან სხვადასხვა პროდუქტი მიჰქონდა. ის და მისი მეუღლე იმდენად აღფრთოვანებულები იყვნენ ამ იდეით, რომ გადაწყვიტეს იქ პატარა ქოხი აეშენებინათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ქოხის იდეა უფრო გრანდიოზულ პროექტად იქცა და სასტუმროს აშენება გადაწყდა. სასტუმროში სულ 5 ნომერია, რომელიც 10 ადამიანზეა გათვლილი. ერთი ღამის საფასური კი $2300. ამ თანხაში კვება და ვერტმფრენით გადაადგილება შედის. დამსვენებელს შეუძლია ნახოს ულამაზესი ცა, ჩრდილოეთის ციალი და შეიგრძნოს საოცარი ჰაერი. რთულია იპოვო ისეთი ადამიანი დღეს, ვისაც ბერმუდის სამკუთხედზე არ სმენია, მაგრამ არანაკლებ საინტერესო და საშიშია ალასკას სამკუთხედი, სადაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი უჩინარდება უკვე არაერთი წელია. ტერიტორია მდებარეობს ალასკას შტატში, სამხრეთ ანქორიჯსა და ჯუნოს შორის. ჩრდილოეთ სანაპიროზე ის ბაროუს ესაზღვრება. როგორც ცნობილი, 1970-იან წლების დასაწყისიდან ალასკას სამკუთხედში 16,000-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა. იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს, გამოდის, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დიდია. წელიწადში დაახლოებით 300 ადამიანი ქრება აქ. ამ ტერიტორიაზე იმაზე მეტი ადამიანი გაქრა საერთო ჯამში, რამდენიც არასდროს არსად არც ერთ ტერიტორიაზე არ გამქრალა. პირველი გაუჩინარება უკავშირდება 1950-იან წლებს. ამ დროს თვითმფრინავი ბორტზე მყოფ ხალხთან ერთად უგზო უკლოდ გაქრა. თვითმფრინავი ალასკა-ტეხასის რეისს ახორციელებდა, ბორტზე კი 44 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც კი თვითმფრინავი ალასკას სამკუთხედში შევიდა, ის უკალოდ გაქრა. არც ერთი გადარჩენილი, არც ერთი ნამსხვრევი და არანაირი კვალი. შემდეგმა შემთხვევამ კი უფრო დიდი ხმაური გამოიწვია საზოგადოებაში. 1972 წლის 16 ოქტომბერს ანქორიჯისკენ მიმავალ თვითმფრინავი ჰაერში გაუჩინარდა. ბორტზე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერი და ნიკ ბეგიჩი, კონგრესმენი ალასკადან. ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად არც მსხვერპლთა ცხედრები და არც თვითმფრინავი არ იქნა ნაპოვნი. მათი გაუჩინარების იდუმალი გარემოებები მრავალი შეთქმულების თეორიის საფუძველი გახდა. თვითმფრინავის მოსაძებნად 40 სამაშველო ვერტმფრენი გაემართა. სამძებრო სამუშაოები მასშტაბური იყო, თუმცა მთლიანობაში ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. არანაირი კვალი არ არსებობდა, თითქოს და თვითმფრინავი ჰაერში გაუჩინარდა. მხოლოდ 1997 წლის ზაფხულში მონადირე ალასკას ჩრდილოეთ აღმოსავლეთში პოულობს ადამიანის თავის ქალას. 2022 წელს დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ თავის ქალა ეკუთვნოდა ბორტზე მყოფ მამაკაცს. შტატის პოლიციამ დაასკვნა, რომ ის სავარაუდოდ დათვის თავდასხმის შედეგად მოკვდა. ყველას გონია, რომ დამნაშავე ადამიანის გაუჩინარებაში ალასკას მდებარეობა და ამინდია, მაგრამ 16,000 ადამიანი ხომ სერიოზული რიცხვია. ადგილობრივებს ჯერათ, რომ ყველაფერში დამნაშავე ბოროტის სული კუშტაკა, რომელიც უცხო ადამიანებს ხოცავს, მაგრამ მეცნიერების აზრით ყველაფერში დამნაშავე ელექტრომაგნიტური ენერგიის სიუხვეა, რაც იწვევს რაღაც უცნაურ მოვლენებს. საიდუმლო სახსნა მდგომარეობს თავად ალასკას გეოგრაფიულ თავისებურებაში. ეს ყველაზე ნაკლებად დასახლებული შტატია, სადაც 730,000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ანუ ტერიტორიის მხოლოდ 1/20 არის ათვისებული. ბუნებრივი საფრთხეებით სავსე უზარმაზარ ტერიტორიაზე გაქრობის ალბათობა ძალიან მაღალია. უძველესი ნამარხი. 2000 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უჩვეულო რამ. ამ აღმოჩენამ მეცნიერები ბევრ რამეზე დააფიქრა. გათხრების შედეგად იპოვეს პატარა ბავშვის სხეული, რომელიც უძველესი დროით თარიღდებოდა.
ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვი დაახლოებით 3 წლის იყო იმ დროს, როცა გარდაიცვალა. ბავშვი გარდაცვლილი იყო დაახლოებით 6000 წლის წინ. ბავშვის სამარხთან ერთად იმ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს უძველესი ნასახლარი. როგორც აღმოჩნდა, ამ ტერიტორიაზე პატარა სოფელი იყო და ხალხი პრიმიტიულ სახლებში ცხოვრობდა, რომელსაც მარტივი სახურავი და კედლები ჰქონდა. გარშემო უამრავი ძვალი აღმოჩნდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბავშვის სხეული იყო შემონახული სრულად. როგორც ვარაუდობენ, ამის მიზეზი ყინვა და დაბალი ტემპერატურა იყო. ასევე ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა თევზის და ფრინველის ცულებიც. მეცნიერებს ამით წარმოდგენა შეექმნათ აქ მცხოვრები ადამიანების შესახებ. აშკარა იყო, რომ ეს ხალხი თავს თევზაობით და ნადირობით ირჩენდა. ისინი იჭერდნენ თევზს და ხოცავდნენ ფრინველებს, რომ ოჯახები გამოეკვებათ. ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ვერ დადგინდა, მაგრამ დადგინდა ის, რომ როგორც კი ბავშვი დაიღუპა, ის ადგილი ხალხმა მაშინვე დატოვა. საინტერესოა, ვინ იყო ეს ბავშვი და რა მნიშვნელობა ჰქონდა მის სიკვდილს აქ მცხოვრები ხალხისთვის. ერთ-ერთი ვერსიით ბავშვი მძიმედ დაავადდა. ხალხმა კი ჩათვალა, რომ თუ ამ ადგილზე დარჩებოდნენ, თავადაც დაინფიცირდებოდნენ და დაიხოცებოდნენ. ამიტომაც სასწრაფოდ დატოვა ხალხმა ის ადგილი. გიგანტური დათვის თავისქალა. ერთ-ერთი მორიგი გათხრების შედეგად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გიგანტური დათვის თავისქალა, რომელიც დადგინდა, რომ უზარმაზარ თეთრ დათვს ეკუთვნოდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ალასკაზე მცხოვრებ ხალხს სჯეროდა გიგანტური თეთრი დათვის არსებობის, რომელიც 4 მეტრამდე იყო სიმაღლეში. ალასკის ტერიტორიაზე ეს გიგანტი ბინადრობდა და ყველაფერს ანადგურებდა, რაც კი გზად შეხვდებოდა. საუკუნეების მანძილზე აქ ასეთ დათვზე საუბრობდნენ, ყვებოდნენ ლეგენდებს და ზღაპრებს, მაგრამ საინტერესოა, რეალურად ამ გიგანტს ეკუთვნოდა აღმოჩენილი თავისქალა თუ არა. დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ თავისქალა ორჯერ უფრო დიდი იყო ჩვეულებრივი თეთრი დათვის თავისქალასთან შედარებით. ეს აღმოჩენა აფიქრებინებს არქეოლოგებს, რომ ლეგენდა უზარმაზარი თეთრი დათვის შესახებ რეალურია. ჯერ კიდევ 1990 წელს აღმოჩენილი იქნა ძვალი, რომელიც მხოლოდ 3 სანტიმეტრის იყო სიგრძეში. რა არის ახლა აქ განსაკუთრებული და უჩვეულო? ერთი შეხედვით ჩვეულებრივი 3 სანტიმეტრიანი ძვალი. თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ ძვალი დათვს ეკუთვნოდა, ამიტომაც ის არქივში ინახებოდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ მოგვიანებით ძვალი ნიუ-იორკში გადაიტანეს სპეციალურ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად. იქ კი სპეციალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ძვალი უძველეს ადამიანს, ქალს ეკუთვნოდა, რომელიც ალასკას ტერიტორიაზე 3000 წლის წინ ცხოვრობდა. 2021 წელს შოტლანდიელმა არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა უცნაური და უზარმაზარი რქა. გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს რქა კი არა, ეშვი იყო, უზარმაზარი ბეწვიანი მამონტის ეშვი. ეშვი მაშინვე გადაიტანეს ლაბორატორიაში და დაიწყო გამოკვლევა. დადგინდა, რომ მამონტი ალასკაზე ცხოვრობდა და ის ათასობით წლის წინ მოკვდა. საინტერესოა, რომ აღმოჩენილი ეშვის მდგომარეობა იდეალური იყო. არ იყო დაშლილი და გადატანისას მის დაზიანების საფრთხეც არ არსებობდა. როდესაც მოკვდა მამონტი 28 წლის იყო და იმ დროისთვის უკვე 80,000 კილომეტრი ჰქონდა გავლილი. ის გადაადგილდებოდა და იცვლიდა საცხოვრებელს, რომ სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები ეპოვა. მთელი სიცოცხლის მანძილზე დაახლოებით 4 ადგილი გამოიცვალა. 16 წლამდე ის სხვადასხვა მამონტებთან ერთად გადაადგილდებოდა, ხოლო შემდეგ უკვე მარტო მოგზაურობდა. მისი სიკვდილის მიზეზად შიმშილი დასახელდა. როგორც აღმოჩნდა, მან ვერ იპოვა საკვები ყინულსა და თოვლში, ამიტომაც შიმშილით მოკვდა. მიუხედავად იმისა, რომ ალასკაზე ბევრ მამონტს პოულობენ, თითოეული ასეთი აღმოჩენა მაინც ძვირფასი არ, რადგან ყოველ ჯერზე რაღაც ახალს იგებენ მეცნიერები ამ არსებების შესახებ. ჩვენი ვიდეოს დასასრულს მივუახლოვთ და გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და დაელოდეთ სიახლეს. ახალი ვიდეო კი ძალიან მალე დაიდება. დროებით.